ბავშვებზე გადარჩენაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო ამ ცხოვრებაში. იესოს ბავშვები უყვარდა. მეც როგორ გაახარებენ ბავშვები რო გადაარჩინო. რამხელა მათს მიიღებენ მაგით. მაგრამ სანდარია ქართული ვაჟკაცები, სად არის სასულიერო პირები, როდესაც ბავშვების სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ღმერთი იყურება ხალხო ზევითა და გიყურებ. რა შადი ხარ? გამოდით ხალხო, ნუზი ხარ სახლებში, სამარცხვინოს აქციელია ეს. ეს რახავ ჩემ ბავშვია ერთ-ერთი მარგად, მაგიტომ არ გეუბნევით. ეს იმიტომ გეუბნევით, რომ ყველა მოქალაქის ვალია. რომ ბავშვის სიცოცხლე დაიცვას ვერაგებისგან, რომელსაც არ უნდათ, რომ ბავშვებს მიხედონ და თავიანთი სკამების გულისთვის ყველაფერს კადრულობენ უნამუშოები. რა ხდება ხალხო? არ ხართ ქართველები, გამოიხედეთ თქვენ უნამუშოება მანდიდან. გამოიხედეთ, ეს რა სიცხოენია, რა გცხოენია თუ რა ხდება ვერ გავიგებ. ერთი ვინმე გამოგზავნეთ და სიტყვა უთხარით ბავშვებს. ვინ ახართ თქვენ მართლა? სარჯველაძე და კობახიძე და პლიუს კალაძე ჩადიან ძალიან ცუდ საქმეებს. ეხლა მოგახსენებთ რა ჩადიან და რაც ქვეყანაში ცხოვრობ და ვისუნ გეხართ გვერდში. მე არ ვიყავი პოლიტიკური აქამდე და არც მიფიქრია ბევრ რამეზე, ჩემი ოჯახი მაინტერესებდა ბევრად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ოჯახში. მაგრამ ეხლა ხვდები თურმე ვის ხელში ვართ. იძახიან, წამალი არ მიუღიათ იმას. შვედეთს, დანიას, აი ჩვენი მინისტრიას სარჯველაძე, გერმანიას და ინგლისსაც იძახდნენ, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს, მაგრამ აღარ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბრიტანეთმა მოამზადა თავის ბავშვებისთვის ყველაფერი. მანამდე სანამ ესენი ჭორაობენ თავიანთი და მიიღეს ბავშვებისთვის ყველაფერი. და მაგაც უფლება არ აქვს, რომ არც ერთ რომ ახსენონ საერთოდ უცხოეთი. და მით უმეტეს ეს ქვეყნები რაც ჩამოვთვალენ. იმიტომ რომ მაგენი შეშემე პირებს უვლიან როგორც დედაულის შვილს და თვითონ მიხარილი ყავთ ყველა შეშემე პირი ჯანმრთელ ხალხს, რომელსაც ორი ფეხი და ორი ხელი გაგვაჩნია. არ უნდა ვხედავდეთ ჩვენ მაგ ხალხს, ვისაც არ შეუძლია. ღმერთი არ გვეუბნება, რომ გაჭირვებულებს უნდა დაუდგეთ. გვერდში თქვენ უღმრთოებო თქვენ. ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც არის 16 რომელიც იყო 16 წლის, დუშენის კუნთოვანი დაავადებით. შონია, ვარად. 21 შონია 21. გახდა ცუდად. გადაეკეტა სუნთქვა და ვეღარ შეძლო მან ამოსუნთქვა. ცხოვრობდნენ ორ ოთახიან ბინაში. თქვენ გეგეაუბნევით სულ ყველას. რომ არ დაუფინესა ჩვენმა სარჯველაძეს ნაერმა მინისტრებმა სასუნთქი აპარატი გააკიდეს ერთი ოთახი, ორი ოთახიდან და შემდეგ იყიდეს სასუნთქი აპარატი
დარჩნენ ერთ ოთახში. თვითონ ბაბუა, დედა და 5 წელი არიან მაგ დღეში, დღეს 21 წლის არის ეს ბიჭი. და ვერ ჩამოვიდა სახლიდან 5 წელიწადია. სასუნთ გაპარაძე ბავშვი. და რომელი ჯანდაცვა უყურებს ამას? და რომელი მერია უყურებს ამას? კალაძე არ გწვენია ბიჭო. არ გწვენია. იმორეკებს არ გწვენია იმ რა გვარია სტატიშვილი და შატილიშვილი თქვენ უნდა მოსწოებოთ თქვენ. არ გწვენია ხო? რომიატოვეთ ბავშვები. 5 წელი კატორღაში რო იყოს ადამიანი იქ ვერ გაატარებინებს. პრაგულკაზე გამოიყვანენ მაინც ადამიანს. 5 წელი სადისტები ხართ, სადისტები. თქვენ ხართ სადისტები. ეს არ დამთავრდება ესე. დრო მოგიგებთ ბოლოს, დრო. გახსოვდეთ ეს ყველაფერი. მე რო დამიჭიროთ, დედა რომ მიტიროთ. მაინც ბოლო მოგეგებათ სულ ყველას. მოგიტრიალდებათ კარმა და დედა გეტირებათ. აი ეგრე და ვინც ამათ გვერდში დაუდგება ის ქართველი არ არის. კარგად იყავით. ჩამოატრია რომელიმე ჩამოეთრიეთ ამ. წამალი ბავშვებს! Სამალი ბავშვებს! სამალი ბავშვებს! Სამალი სამალი ბავშვებს! 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 სამალი ბავშვებს! Სამალი ბავშვებს!